წახვალთ თუ არა არჩევნის სპექტრი ელექტორატის განწყობით დაინტერესდა. Რამდენად აქტიურები იქნებიან ისინი 4 ოქტომბერს, რა დროსაც საარჩევნო უბნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სასურველ პოლიტიკურ სუბიექტს თუ კონკრეტულ კანდიდატს უნდა მისცენ. გამოკითხულთა ნაწილი აუცილებლად მიიჩნევს არჩევნებში მონაწილეობას. ამბობენ, რომ ეს საზოგადოების ნებისმიერი წევრის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი კი ასე სულაც არ ფიქრობს. არჩევნები ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია და უნდა მივიდეთ ყველა. ჩემი აზრი ეს არის. უნდა წავიდნენ ნამდვილად და თავისი ხმა დააფიქსირო. მე მინდა რომ მრავალფეროვნება იყოს და ბევრი პარტია მონაწილეობდეს, რა თქმა უნდა, უფრო კარგია ქვეყნისთვის, მომავლისთვის და ვისურვებდი რომ ბევრი პარტია ყოფილიყო. ნუ რაც არის შევეგუებით, რომ მივიღებ მონაწილეობა. რა ვიცი რა არ ვაპირებ წასვლას. რატომ იღებს? არასოდეს არ მქონია სურვილი წავსულიყავი და იმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა ყველა უნდა წავიდეს და ხმა უნდა დააფიქსიროს. ნამდვილად უნდა მიდიოდნენ და მისცენ სიმართლეს ხმა. თქვენ თუ მიდიხართ თუ კი აუცილებლად. აპოლიტიკური არა, რა თქმა უნდა წავალ თავზე. მივდივარ, მაგრამ ესე კონკრეტულად რომ ვერ არ გაქვს გადაწყვეტილი? ზოგადად როგორ ფიქრობთ, უნდა მიდიოდნენ თუ არა ადამიანები? რა თქმა უნდა ყველა უნდა დააფიქსიროს მისი აზრი. ყველას ვალია რომ უნდა მივიდეს არჩევნებზე. თითოეული მოქალაქის ვალი. ეხლა ვინ ვის მისცემს ხმას კოპირადული. ეხლა ისეთი სიტუაცია არის, არ ვიცი რა. მე საერთოდ აქეთ არ ცხოვრობდი, ახალი ჩამოსული ვარ, მაგრამ აი ახლა რასაც ვხედავ, ძალიან დიდი გაურკვევლობაა. ეხლა არ თქვა ყველა ქვეყანაში ეგრეა ხდება, მაგრამ ასეც მძაფრად ეხლა ჩვენთან რო არის, ასე მართლა არცად არ არის. რა ვიცი, აბა არა მაქვს მაგაზე აზრი, იმიტომ რომ აპოლიტიკური ვარ საერთოდ. საერთოდ აი პოლიტიკაში საერთოდ არასდროს არ მაინტერესებდა და არც ჩავრეული ვარ არასდროს. თუმცა ფიქრობთ, რომ მოქალაქეების პოზიციიდან აუცილებელი არის რომ წავიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ეგ აუცილებლად რა თქმა უნდა, ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე, რომ ყველამ თავისი ხმა დააფიქსიროს, რომ არ მოიპარონ. ეგრე ვთქვათ. რა ვიცი, ასე მიმაჩნია. იმდენი მშენებლობები გვაქვს ჩატარებული იმაზე, რომ აიდამაის განსაკუთრებულ გაკვირვებას არ იწვევს ეს, მაგრამ როდესაც ითქვა, რომ უნდა აშენებულიყო ეს ობიექტი ქალაქ ზესტაფონში და ცენტრში იქნებოდა და დაამშვენებდა ქალაქს, ჩვენ მაშინ შევთანხმდით, ესე იგი, ტენდერი ჩატარდა ამაზე. პირველ ტენდერში არავინ არ შევიდა და ჩვენც თავი შევიკავეთ. მაგრამ შემდეგ ესე იგი ჩვენ დაგვარწმუნა ქალაქის მერიამ, რომ თუ არ შევიდოდა ვინმე ამას ფული იკარგებოდა. ფინანსირება აღარ გაგრძელდებოდა იქიდან. და ჩვენ დავეთანხმეთ მაგი და აპრილში დავიწყეთ ამისი მშენებლობა. ფაქტიურად 3 თვის განმავლობაში ვაშენებდით ასეთ ობიექტს იქიდან. ძალიან რთული ობიექტი იყო კონსტრუქციულად. ეხლა რო შეხედავ, ვითომ არ ჩანს ის სირთულეები, მაგრამ ის სირთულეები დაფარული არის, აი სხვადასხვა დონეებით არის გამოწვეული მაგის სირთულეები. მაგრამ ჩვენ კმაყოფილი ვართ იმით, რომ ერთ-ერთი ლამაზი ობიექტი გაშენდა ზესტაფონში, სადაც ახალგაზრდობა, გაერთობა, სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება და ობიექტი თავისთავად ამშვენებს ჩვენ პატარა ქალაქს. იუსტიციის სახლი ზესტაფონში ძალიან რთული ობიექტი იყო. რთული ობიექტი იყო, ბევრი ხარვეზები იყო დაშვებული მის პროექტირებაში. არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებთან შეთანხმებაში იყო ბევრი ხარვეზები და საჭირო გახდა ამ ხარვეზების აღმოფხვრა, სრულიებების შეტანა და ამ თავისთავად გაგვიგრძელა ჩვენ ეს გაგვირთულა ობიექტის მშენებლობის ვადა. მაგრამ მაინც ვადაში ჩავეტიეთ ჩვენ, როგორც უნდა ხელშეკრულება გაფორმებული იუსტიციის სახლთან, იმ ვადაში ჩავეტიეთ და ჩავაბარეთ იუსტიციის და კმაყოფილი ვართ იმით. არის რა თქმა უნდა ბევრი ნიუანსები, რომელზედაც არ გამოყვა საპროექტო ორგანიზაცია და დამკვეთი, განსაკუთრებით შიგნით მოწყობილობების გათბობა, გაგრილების, აგრეგატების დაყენება და მონტაჟებაზე, რომელიც ისეთ სივრცეშია განთავსებული, რომ რთულია მათი ექსპლუატაცია. მაგრამ ვერ დავარწმუნეთ და ვერ შევაჯერეთ ისინი, მაგრამ საერთო ჯამში უკვე მესამე წელია სრულდება მის რაც დავამთავრეთ და ჩავაბარეთ
და რაიმე ხარვეზი არ გამოჩენილა არაფერი და შეუფერხებლად მუშაობს სრულად ყველა სისტემა. გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია და ასე შემდეგ ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. მშენებელმა ჯერ საერთოდ თავისი პროფესიონალიზმი უნდა გამოხატოს ნებისმიერ ობიექტზე და განსაკუთრებით სკოლებზე. სკოლები ძალიან ფაქიზი ობიექტი იყო და ძალიან მონდომებით და ჩვენი გამოცდილებებით შევეცადეთ რომ არ ყველაფერი ისე გაგვეკეთებია როგორც საჭირო იყო და როგორც ესე იგი ის მოსწავლე ახალგაზრდობა რომლებიც იმ სკოლებში იქნებიან რომ მათ სიამოვნება მიეღოთ ამ ახლად რეაბილიტირებული ობიექტებიდან და განწყობა ქონებოდეს კარგი სწავლით და უსურვებთ რომ ისე წარემართოს მათ ამ ჩვენ გაკეთებულ სკოლებში სწავლა განათლება ისე გაგრძელებული იყოს და ისე გამრავლებული იყოს მოსწავლეები რომ დამატებითი კორპუსები იყოს კიდე მოთხოვნილი და ჩვენ ვზართ ვართ ავაშენოთ ყველა სკოლებზე თან დამატებითი კორპუსები. ძალიან კარგი ასეთი პროექტი იყო, დამპროექტებელი ორგანიზაციაც კარგი ყავდა მაგას. სვიანაძე იყო, ნუგზარ სვიანაძე პროექტის ავტორი და მან ნამდვილად ესე იგი გაიზიარა ჩვენი შენიშვნები, ჩვენი მითითებები და ეს ობიექტი უნდა ისიც ადრე უნდა ჩაბარებულიყო ძალიან მოკლე ვადაში და იმ მოკლე ვადაში ჩვენ შევძელით ესე იგი ურთიერთშეთანხმებით და ერთობლივი გადაწყვეტილებებით შევძელით იმ ობიექტის ჩაბარება და უყურებთ ახლა იმ დონეზე მივიდა რომ რესპუბლიკური შეჯიბრებები ტარდება ამ სკოლაში და ჯერჯერობით შიგნით არაფერი რომ არ დაჭირვებია მას გამართულად არის ყველაფერი. ნუ რა თქმა უნდა ფასადს უკვე 13 წელიწადი გავიდა და ფასადს ჭირდება შეკეთებითი სამუშაოები. ქალაქის მთავარ ქუჩაზე აღმაშენებლის 97 კორპუსში აქ ამ პატარა აივანზე სულ გაზაფხულია. მისი თვალის მომჭრელი სილამაზე მნახველების მუდმივ აღფრთოვანებას იწვევს. აივნის ყვავილებით გამწვანება 3 წლის წინ დაიწყო. ნინო სილაქაძე ამ მცირე ფართის ათვისებას კედლისა და გადასაკიდებელი სპეციალური ქოთნების საშუალებით შეეცადა და მაქსიმალური შედეგიც მიიღო. მის აივანზე მოყვავილე ბალბების ბაღი ჩაუქრობელ სილამაზეს ქმნის. ეს არის 3 წლიანი. მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ეს გადაახლებულია, ახლა გავაახლე და არის 3 წლიანი ყვავილები, რომელსაც ყოველდღე ვეფერები და ძალიან მიყვარს. განსაკუთრებული ახლა მოვლა პატრონობა, ამას ისეთი არაფერი არ ჭირდება, მთავარია წყალი არ უნდა მოაკრდეს. თითქმის ყოველ მეორე დღეს უნდა მორწყო. მანქანებსაც აჩერებენ რომ უყურებენ. ქვემოდან მიწახის მომიტეხე გადმომიგდეტოდი, რა ვიცი, არავის არ ვაწყვეტიებ გულს. რა შეძლებს საგვარად. ხალხი მარტო იქიდან არა. აი ბაზარშიდაც რო ვინმე შეხვდება, ქუჩაშიდაც რო ვინმე შეხვდება, მეუბნება, აი შენი აივანი მესამე სართულზე რო ცხოვრობ, უკვე ამით ვცნობე რომ მესამე სართულზე ცხოვრობ ამ ყვავილებით. ძალიან კმაყოფილები არიან და რა ვიცი. ყველას მოწონს ჩემი აივანი. მაგრამ ზედმეტად მაინც ბალბებია. რო ყვავილოვანია, სულ ყვავა. ეს დაზამთრებამდე სულ ყვავა და რა ვიცი, ამას გავაკეთე არჩევანი. თუმცა ვარდებიც შეურიე ცოტა. აი დილით რო ავდგები უკვე დავიწყებ წყლის დასხმას, თან ვეფერები, ყველა სათითაოდ. ძალიან მომწონს, ძალიან, რა ვიცი. ჩემთვის სასიამოვნოა. სხვისთვის რა ვიცი. არც ვასხამ მარტო და კი მეუბნებიან რომ ჩვენც ვასხამ წყალს, მაგრამ ასე არ ყვავაო, მაგრამ არ ვიცი. ადგილ მდგომარეობა, ახლა ამას სულ მზე არ ადგება. ამას მოbrunებული მზე უფრო ადგება და არ ვიცი, მე განსაკუთრებულს არაფერს არ ვაკეთებ, მარტო წყალს კი ვასხამ ყოველ მეორე დღეს. გაზაფხულზე ერთხელ მივეცი, აი ეს სასუქი რომ არის. ლიტრაზე 1 ჩაის კოვზი უნდა. აი ის მივეცი და всё. მის შემდეგ წყალი ყოველ მეორე დღეს. თუ ისე მზიანი ამიდებია და წვიმიანში არ საჭიროებს ყოველ მეორე დღეს. კორპუსის მესამე სართულზე შექმნილი სილამაზის შემოქმედს, როგორც თავად გვეუბნება, ამ აივანზე სრულად კომფორტული ზონა აქვს. დარწმუნებულია, რომ ეს გატაცება გადამდებია და სურვილით შესაბამისი აქვს, რაც შეიძლება მეტი ფერადი აივანი და ეზო ჰქონდეთ ზესტაფონში. გაალამაზონ ყველამ თავისი აივნები, რომ ჩვენი ქალაქიც ლამაზი გამოჩნდეს. ყველას ურჩევ.
ცოტა რომ მქონდეს კიდე სივრცე უფრო ლამაზი მექნება ყველაფერი, მაგრამ რა ვიცი. დაშიდაც ვარ, ამასიდაც მაყოფილი ვარ.